მოგესალმებით მეგობრებო, დღეს განვიხილავთ საინტერესო თემას, რაც უკავშირდება სახლს და დავიწყებთ ბინაში არსებული ოთახებიდან და მივყვებით უკვე სახლში არსებული სხვადასხვა ნივთებით, რომლებთანაც შეხება გვიწევს ყოველდღიურად. მოდი დავიწყოთ. პირველი წინადადება ეს არის The TV ვიცით ყველამ რაც არის, TV ეს არის ტელევიზორი, TV მოკლედ იწერება, სრულად არის television. The TV is in the living room. The TV is in the living room. ანუ ტელევიზორი არის მისაღებ ოთახში. Living room ეს არის მისაღები ოთახი. Living room ქართულად პირდაპირ ითარგმნება როგორც საცხოვრებელი ოთახი, თუმცა ამ შემთხვევაში ითარგმნება სწორად როგორც მისაღები ოთახი. ანუ the TV is in the living room. ტელევიზორი არის ან ტელევიზორი მისაღებ ოთახშია. შემდეგი, ანუ დავიმახსოვრეთ, living room არის მისაღები ოთახი. The bed is in the bedroom. The bed ვიცით რომ არის საწოლი, bed და ასევე იგივენაირად გამოითქმის bed არის ის, რომელიც ნიშნავს ცუდი, bed. თუმცა ის იწერება 80. აქ ხო გვაქვს მუნჯი E, B, მუნჯი E და D. ის არის B, A და D. Bed არის ცუდი, მაგრამ ერთად გამოითქმის. The bed is in the bedroom. ანუ საწოლი bedroom ეს არის საძინებელი. არის საძინებელში. ან საწოლი საძინებელშია. დავიმახსოვრეთ ხო, ესე იგი საწოლი არის bed და bedroom არის ლოგიკურადაც გვეუბნება რომ საწოლი ოთახი, ანუ საძინებელი. ანუ ეხლა რა გამოვიდა? Living room იყო მისაღები ოთახი, bedroom არის საძინებელი. შემდეგ. I have a washing machine in the bathroom. I have, ანუ მე მაქვს a washing machine სარეცხი მანქანა არის washing machine. Wash ხო არის რაღაც რეცხო, ხო გარეცხო, დაბანა. Washing machine არის სარეცხი მანქანა. In the bathroom. Bathroom ეს არის სააბაზანო. ანუ bathroom არის სააბაზანო, bedroom არის საძინებელი და living room არის მისაღები ოთახი. Washing machine არის სარეცხი მანქანა. I have a washing machine in the bathroom. ანუ მე მაქვს სარეცხი მანქანა სააბაზანოში. გადავიდეთ შემდეგზე. There is a refrigerator in the kitchen. Refrigerator ეს არის მაცივარი. Refrigerator. There is a refrigerator in the kitchen. არის რომ სამზარეულოში მაცივარია, ან მაცივარი არის სამზარეულოში. მაცივარი გავიგეთ ხო? არის refrigerator და სამზარეულო არის kitchen. ნახეთ როგორ იწერება KITCHEN. ანუ თჩს კი არ ვკითხულობთ, kitchen კი არ ვკითხულობთ, ვკითხულობთ როგორც kitchen. თუ იყვება და გამოითქმის როგორც kitchen. There is a refrigerator in the kitchen. ანუ ეხლა ისევ რო კარგად გაგვიჟდეს. Kitchen არის სამზარეულო, bathroom არის სააბაზანო, bedroom არის საძინებელი ოთახი და living room არის მისაღები ოთახი. შემდეგ. This is a sofa. This is a sofa. Sofa არის დივანი. ანუ ეს არის დივანი. This is a sofa. ჩვენ ახლა რაღაც წინადების თქმა რომ მოგვინდება ხო, რომ მაგალითად რა ვიცი, ეს არის თქვათ წითელი დივანი, ხო? This is a red sofa. თუ არის წითელი და თქვათ დიდი დივანი, ვიტყვით რომ this is a big red sofa. ხო? მივხვდით. გადავიდეთ შემდეგ წინადებაზე. The lamp is on the table. The lamp is on the table. ანუ ლამპა მაგიდაზეა. ანუ განათება ხო პატარა მცირე ზომის ნაჩნიკი არ მინდოდა რუსულად რომ ეთქვა. თორე ესე ვართ მიჩვეულები ხო რაღაც ნაჩნიკი რა. ლამპას არავინ არ ამბობს, მაგრამ ნუ სწორი და ქართული ესეა ლამპა. The lamp is on the table. Lamp არის ქართულადაც, ანუ ლამპა. The lamp is on the table. ანუ ლამპა მაგიდაზეა. შემდეგ. I need a new microwave.
Microwave. დიდი ვარაუდით ალბათ იცით, მიკროტალღური ღუმელი არის microwave. I need, ანუ მე მინდა, მე მჭირდება a new microwave. ახალი მიკროტალღური ღუმელი. გონი არ არის, ხო რთული. სანამ შემდეგ წინადებაზე გადავიდოდე, არ დაგავიწყდეთ, რომ რამე ნებისმიერი სიმბოლო, არ ვიცი, გული იქნება, ლაიქის ნიშანი იქნება, თუ რა იქნება, დაგვიკომენტაროთ ამ ვიდეოს ქვეშ, რომ ნახოთ თუ რამდენი ადამიანი უყურებს ჩვენ ვიდეოს და რამდენისთვის აქვს ამ ჩვენ თხოვნას აზრი საერთოდ. მოიწონოთ ჩვენი ვიდეო და ეხლა კიდევ გადავალ შემდეგ წინადებას. The air conditioner is working well. The air conditioner, ნახეთ. Air conditioner არის კონდიციონერი. Conditioner, ხო? ნუ ქალბატონებმა ალბათ უფრო იციან, იმიტომ რომ თემის კონდიციონერიც არსებობს და ახლა კონდიციონერი ქართულადაც კონდიციონერია და ინგლისურადაც. და ანუ მარტივად მიხვდებოდით, სავარაუდოდ The air conditioner is working well. ანუ კონდიციონერი კარგად მუშაობს. Is working well. კარგად მუშაობს. შემდეგი წინადადება. I clean the floor with a vacuum cleaner. ნახეთ. I clean the floor. ანუ მე ვწმენდ იატაკს, მე ვასუფთავებ იატაკს with a vacuum cleaner. Vacuum cleaner. ანუ vacuum cleaner არის მტვერსასრუტი. Vacuum cleaner. Vacuum cleaner. Clean ხო წმენდა არის, ხო? აი ამით შეგვიძლია დავამახსოვროთ. ნუ vacuum cleaner ისეთ სიტყვა არის, რომ არ ამგონია რომ დაგვავიწყდეს. ცოტა ისეთი უცხოა რა და რომ მოგესმება თან რაღაცა ავტომატურად დარწმუნებული რომ გაგახსენებათ რომ არის მტვერსასრუტი. იატაკს ვასუფთავებ მტვერსასრუტით. I clean the floor. Floor ხო იატაკია, ესეც ვიცით. With a vacuum cleaner. იატაკს ვასუფთავებ მტვერსასრუტით. და დღევანდელი გაკვეთილისთვის ბოლო წინადადება, მაგრამ აქვე აღნიშნავ იმას, რომ ანუ ეს აქ არ დამთავრდება, იქნება ამ გაკვეთილის მეორე ნაწილიც და უფრო მრავლის მომცველად რო იყოს რა, ეხა ერთ გაკვეთილში ძალიან დიდი იქნებოდა და ჩავთვალე რომ ორი გაკვეთილი დამეთმო ამ თემისთვის. და ბოლო წინადადება. We have a dining table and chairs. We have ჩვენ გვაქვს a dining table. Dining table არის სასადილო მაგიდა and chairs. Chair სკამი არის ვიცით. Table მაგიდა არის ვიცით. Dining dinner ხო? Dinner სადილი, ანუ dining table, ანუ სასადილო მაგიდა. ჩვენ გვაქვს სასადილო მაგიდა და სკამები. We have a dining table and chairs. ეს იყო თლიანობაში ჩვენ დღევანდელი გაკვეთილი. და ქვემოთ ახლა თქვენთან გამოჩნდება ის სიტყვები, ის უცხო სიტყვები, რაც დღევანდელ გაკვეთილში იყო, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ისეთი სიტყვებია რა, არ არის რთული ჩემი აზრით და დაიმახსოვრეთ მარტივად. და კიდევ ერთხელ რომ შეგახსენოთ, ესე იგი, როგორ იყო? Living room იყო მისაღები ოთახი, bedroom იყო საძინებელი, bathroom სააბაზანო, kitchen სამზარეულო ბოდიში. ხო? ეს არის ეს 4, ესე ვთქვათ, ოთახი რო ცალკე გავყოთ. დანარჩენი უკვე sofa, table, lamp, microwave, conditioner და ასე შემდეგ ამას უკვე თქვენ დარწმუნებული ვარ რომ კარგად და ყურადღებით ვინც უსმენთ ვიდეოს კიდევ ერთხელ ჩაუждებით ამას, ამოიწერთ, იმიტომ რომ რავი, ამ მოწერის გარეშე შეუძლებელი არის ეხა მარტო ვიდეოს ყურებით რაღაცა ადამიანმა ისწავლოს, რავი, ეგეთი მე არ ვიცნობ ყოველ შემთხვევაში. მოკლედ, ეს იყო სულ ჩვენ დღევანდელი გაკვეთილი დაგემშვიდობებით და ამ გაკვეთილს, ანუ ამ თემას ექნება მეორე ნაწილიც, რომელსაც შემოგთავაზებთ სავარაუდოდ შუა კვირაში. მადლობა ყურადღებისთვის და წარმატებები.